იქით მეათე მონოგრაფია სახელწოდებით ქუთაისი და იმერეთი 19 საუკუნის მოგზაურების ჩანაწერებში ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ გვენეტაძემ დღეს ოზურგეთის მკითხველს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წარუდგინა. წიგნი როგორც ავტორმა გვითხრა, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მოგზაურების იმერეთში ყოფნას ასახავს, რომელიც დაახლოებით 2 საუკუნის წინ მოხდა და ძირითადად იმერეთის მაშინდელ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. წიგნის პრეზენტაციის ოზურგეთში გამართვის იდეა ავთო ბერიშვილს ეკუთვნის, რომელსაც მხარდაჭერა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისგან და ლიტერატურული გურიის გამომცემლისგან ჰქონდა. ავტორმა პრეზენტაციის ბოლოს ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნის არაერთი ეგზემპლარი საჩუქრად გადასცა. 19 საუკუნე ძალიან საინტერესო პერიოდი იყო საქართველოსთვის. ერთგვარი მშვიდობა ჩამოყალიბდა და ამიტომ ძალიან ბევრმა უცხოელმა მოაშორა და რა არის ჩვენთვის თავარი მათ დააფიქსირეს ჩვენი იმდროინდელი ისტორიული, გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული სტატუსი, რომელიც ხშირად მივიწყებული იქნა. ძალიან ბევრი არის სასაუბრო, თემა არის ამოუწურავი, ჩემი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს უთხრა და ვინც გვისმენს, უთხრა, რომ გაიხსნაც ბევრი არქივი, მიწვდომა ამ არქივებისადმი უკვე გახდა ადვილი, შეგიძლიათ საყრდან გამოუსვლელად დაფიქსირეთ ამ არქივებში, აგრეთვე მინდა გერჩიეთ ფრანგულენოვანი არქივი გალიცია, სადაც საოცარ ისტორიულ მასალებს შეგიძლიათ შეხვდეთ. რასაკვირველია, დიდი შრომა არის ამისათვის საჭირო. ეს წიგნი არის 2 წლის მუშაობის შედეგი და კიდევ 2 წიგნი არის მზად გამოსაცემა. დოკუმენტურ მასალაზე არის აგებული ეს წიგნი. მე პირადად თვითონ ამ წიგნს ჯერჯერობით არ ვიცნობ. ავტორიც ჩემთვის უცნობი იყო და შემთხვევით გავიგე მის შესახებ და იმის შესახებ, რომ ის ამჯერად იმყოფებოდა საქართველოში, ვისარგებლეთ შემთხვევით და გადავწყვიტეთ ლიტერატურულ გურიასთან ერთად მოგვეწყო წიგნის პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში. მით უმეტეს წიგნის პრეზენტაცია ნიშნავს იმას, რომ უნდა გაიცნო უცნობი წიგნის შესახებ, მოისმინო ამ წიგნის შესახებ საინტერესო ეპიზოდური მასალები, რომ შემდეგ დაინტერესდე და წარადგინო. ეს არის წიგნის პრეზენტაციის დანიშნულება. ძალიან მოხარული ვარ, რომ გველოდება წინ ალბათ საინტერესო მომენტები. დარბაზში შეკრებილია მართლაც წიგნიერი საზოგადოება, რომელთათვისაც ეს დოკუმენტური მასალები იქნება ძალიან საინტერესო. ქუთაისში გავიცანე ბატონი თამაზი. ეროვნულადაც მომეწონა და შემდეგ მისი წიგნი იქვე რაღაც ნაწილი გადავიკითხე, ავტოანებული დავიჭი. შარშან მოხდა ეს ამბავი ქუთაისში კონფერენციაზე და იმ წელიწადს გვინდოდა იქვე იმ თვეში ამ წიგნის პრეზენტაცია, წიგნისა, რომელიც გადმოცა ბატონმა თამაზმა და მოხდა ისე, რომ მე თვითონ ჩემი წიგნის პრეზენტაცია მყავდა იქ, მაშინ ფრანგები იყვნენ ჩამოსული და წინა დღეს გაფრინდა თვითმფრინავით გერმანიაში და ეხლა ჩამოვიდა შემეხმიანა და აი შედეგი ეს არის, რომ დღეს უკვე პრეზენტაციაზე ვარ და ძალიან თბილი პიროვნებაა, უგანათლებულესი კაცი, ძალიან ქართველი კაცი თავისი გულით, სულით. ამიტომ ვარ მისი მეგობარი და ვიქნები ცხოვრების ბოლომდე.